გამარჯობათ, ჩემო გამომწერებელთა არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ დღევანდელი ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეს შეეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, არა მხოლოდ ვერძს. ვინც ჩემი გამომწერები ხართ, იცით რომ ეს არის ზოგადი, ასე ვთქვათ, პროგნოზი ახალმთვარეობის შესახებ. მაშასე ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო რეზონირებს თქვენთან. ესეთი სიგნიფიკატორია, რომ ერთი სიტყვით ასე შემიძლია დაგახასიათოთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ფლობთ ძალას, რომელიც ძალაც ადვილად აქცევს გავლენის ქვეშ სხვა ადამიანებს. ესე იგი, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული მაგნეტიზმი, მიზიდულობა, რაც სხვებისთვის არის ძალიან მომხიბლავი. თქვენ მოსწონხართ ხალხს, თქვენი ქარიზმატულობის და თქვენი შინაგანი ცეცხლის გამო შეიძლება ასე ითქვას. ძალიან ძლიერი სიგნიფიკატორი კარტი ამოგევიდათ ძვირფასებო, აი ძალიან ძლიერი შეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ შევხედო, აი უდიდესი ტემპერამენტი გაქვთ, ენერგია და თქვენ ხართ სტრატეგოსი, ანუ ადამიანი, რომელიც წინასწარ გეგმავს და შემდეგ აკეთებს. თუ ასეთი ხართ, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა პიროვნება ხართ, არ დაემთხვა, ვერ ამოიცანით თქვენი თავი, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. მაშასე ვინც დარჩით თქვენთვის. რას მოგიტანთ დღევანდელი ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში? ეს არის პროგნოზი უახლოესი 2 კვირის. ესე იგი, აქ არის ენერგია. იქნება თქვენს ცხოვრებაში დიდი აქტიურობა, რაც არის თქვენი გამარჯვება, თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს და ამაზე არ გაჩერდებით. ანუ თქვენ გაქვთ უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ის გამარჯვება, რასაც მიაღწევთ ამ უახლოეს 2 კვირაში. მე ამ სიტყვით ვამბობ, შეიძლება თქვენთვის არის რაღაც ბონუსი ან რაიმე, რაც თქვენ გქონდათ დიდი ხანი დაწყებული ან ჩაფიქრებული და ამ 2 კვირაში აი ახლა მოაბით ამას თავი, აღნიშნავთ და ეგრევე გადაერთვებით ახალ მიზანზე. ესე იგი, ეს არის აქტიურობა, რომელსაც თქვენთვის მოაქვს რეზულტატი, თქვენთვის მოაქვს წარმატება და შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევაში გეხმარებათ ადამიანი, თქვენი მეგობარი ან ვინმე, ვინც აქტიურად ჩართულია ამ პროცესში. კარგით, ამის გარდა კიდევ რა უნდა იცოდეთ? არის რაღაც სტაგნაცია ძვირფასებო, რასაც იწვევს თქვენი შიშები, თქვენი ილუზიები, ანუ ილუზიები რა კუთხით, ესე იგი, თქვენი აზრით და თქვენი ლოგიკით ელოდებით რაღაც მოქმედებებს, ანუ თქვენ გაქვთ გათვლები, რაც ზოგიერთი შეიძლება მართლაც ლოგიკურია და მართლაც მასე მოხდეს თქვენი გეგმის მიხედვით, მაგრამ უფრო მეტი არის გადაჭარბებული, ეს არის რაღაც შიშების და ილუზიების ნაზავი, რაც ზოგჯერ თქვენ გაჩერებთ. ზოგჯერ ეს იწვევს სტაგნაციას თქვენ ცხოვრებაში და ეხლა ამ უახლოეს 2 კვირაში თქვენ მიხვდებით, რომ ზოგჯერ ნაბიჯის გადადგმას, წარსულზეა საუბარი და არა ეხლა ამ 2 კვირაზე. ზოგჯერ რაღაც ნაბიჯების გადადგმას სჯობს შეისვენოთ, სჯობს ცოტა ხანი დაცდა და შემდეგ დაინახოთ, რომ აი მოდის რეზულტატი. თქვენ უკვე იმოქმედეთ, ზედმეტი მოქმედება საჭირო არ არის. ესე იგი, ამ უახლოეს 2 კვირაში თქვენ მიხვდებით, რომ
ზოგჯერ ჯობს რომ დაელოდოთ რეზულტატს და არ იჩქაროთ. აი რაღაც დაახლოებით ასეა. კიდევ რა არის თქვენთვის, რაც უნდა იცოდეთ? ესე იგი, თუ თქვენ ვინმე ადამიანისგან ან ადამიანებისგან მიჩვეული ხართ манипуляციებს, რაღაც რა სიტყვი თქვა, არ ვიცი, არ მინდა რაიმე ისეთი სიტყვა გამოვიყენო. ანუ ტყუილებს მაგალითად თუ ხართ მიჩვეული თქვენ, მიხვდებით ახლა ამ უახლოეს ორ კვირაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, ხდება თქვენს სასიკეთოდ და ამ ყველაფერში თქვენ გაქვთ უდიდესი როლი. თქვენ იქცევით ბრძნულად იქცევით. რატომ? იმიტომ რომ თქვენს პრინციპებს, თქვენს ხასიათს უჯერებთ თქვენს შინაგან ხმას უჯერებთ და ირჩევთ ისეთ ადამიანს პარტნიორად, იქნება ეს ბიზნეს პარტნიორი თუ სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც შეესაბამება თქვენს მორალს, რომელიც იცავს საზღვრებს და გიმართლებთ, იქნება ეს ბიზნესი თუ რა ურთიერთობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ აქ მე ვამახვილებ ყურადღებას ინტრიგებზე, ტყუილებზე, манипуляციებზე, რომელიც არის თქვენ ცხოვრებაში ხდება. ოღონდ თქვენ ამ ყველაფერს ბრძნულად ძალიან გვერდს უვლით და ღირსეულად შეიძლება ითქვას შედიხართ ურთიერთობებში. ეს არ აისახება, ასე ვთქვათ, თქვენზე ნეგატიურად და თქვენ არ იკეტებით. პირიქით, გაკვეთილი გამოგაქვთ აქედან, სიბრძნე გამოგაქვთ და ამ სიბრძნის შედეგად მომავალში თქვენ ნახულობთ თქვენს მხარდამჭერებს, თქვენს ადამიანებს. ან თქვენს ადამიანს გააჩნია რა არის თქვენთვის აქტუალური. თუ სიყვარულის თემას ეხება ეს და ვინმე წარსულში დაუშვათ გამოიყენა თქვენი კეთილგანწყობა, თქვენი ასე ვთქვათ სიყვარული მის მიმართ, თქვენ ამ ურთიერთობამ გასწავლოთ, გაკვეთილი მიიღეთ და ახლა რა ურთიერთობაშიც შედიხართ ორიანი თასის მიხედვით, ანუ აქ არის ორიანი თასი, ეს იმათთვის ამბობ, ვისთვისაც სასიყვარულო ურთიერთობა არის ახლა მნიშვნელოვანი. თქვენ ამ ახალ ურთიერთობაში შეიძლება ითქვას, ახალ ნაცნობობაში, შეიძლება ვინმე ვინც არის თქვენ ცხოვრებაში, ან შემოვა მოახლოესი 2 კვირის განმავლობაში სასიყვარულო კუთხით, თქვენ ძველ პატერნებს აღარ გაიმეორებთ. თქვენ იქნებით ძალიან ღირსეულად ამ ახალ ურთიერთობაში და შესაძლებელია ეს თქვენი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდეს. რატომ? რადგან ეს იქნება თქვენი ადამიანი. და ვისთვისაც სიყვარული არ არის აქტუალური და ვინც ბედნიერები ხართ სიყვარულში, საქმიან სფეროში. ძველმა, ასე ვთქვათ, კომუნიკაციებმა თქვენ გასწავლათ ბევრი რამ, თქვენ აქედან გამოიტანეთ სიბრძნე, გაკვეთილი და ახალ კონტრაქტებს გააფორმებთ, ახალ, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებებს დადებთ ორიანი თასის მიხედვით, რაც მომავალში თქვენზე დადებითად აისახება და შესაძლებელია ეს იყოს დაუშვათ უცხოელებიც კი, ასე ვთქვათ. კარგით. კიდევ რაღაცა ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, კიდევ ნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი უახლოესი 2 კვირა. ესე იგი, აქ არის რაღაც, რაც არის გასარკვევი, შეიძლება ეს იყოს დაუშვათ სასამართლო, მაგალითად მიმდინარეობდეს რაღაც პროცესი, რაც ასე ვთქვათ, უნდა გაირკვეს, აი ასეთი რაღაცა და აქ არის ის, რომ თქვენ გილოცავენ. გაირკვევა საათ თქვენოცა, ვარაუდოთ, მოდი ერთი არკანიც დავამატოთ ამას. იმიტომ რომ რაღაც ფარული არის, აქ ფარული ინტრიგები. თუ თანხას ეხება, ფინანსებს ეხება, სათქვენოდ გადაწყდება აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაც აქ ის ადამიანი, ვის თქვენ გიცავთ, არის ძალიან ტარგ პოზიციაში. გისურვებთ წარმატებებს ვიფასებო. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომმართოთ ინბოქსში.